გამარჯობათ, მე ვარ ახოჯაფარიძე, რეიკის ოსტატი და მასწავლებელი და ამ ლაივში, ამ ვიდეოში მინდა გავაგრძელოთ საუბარი ჩაკრების შესახებ, კერძოდ განვიხილოთ ჩვენი მესამე ჩაკრა, რომელიც განლაგებულია მზის წნულის არეში. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ჩაკრა, ზომაში მესამე ჩაკრა არის ყველაზე დიდი და ენერგოტევადი. შესაბამისად, შეიძლება იგი შევადაროთ ბატარეას, ხო? ენერგეტიკულ მარაგს. ზუსტად ამიტომ მესამე ჩაკრის მდგომარეობა, მისი მუშაობის ხარისხი განსაზღვრავს ჩვენს გამძლეობას, თვითორგანიზების უნარს, დისციპლინას, ანუ ყველა იმ ადამიანურ აქტივობას, რომელიც მოითხოვს ნებისყოფის ძალას. ასევე აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები, ხო? თუ გვიჭირს თვითდისციპლინა, თუ გვიჭირს თვითორგანიზება, თუ გვიჭირს ყოველივე იმის გაკეთება, რაც დავგეგმეთ, ხო? აი ხანდახან არის ხოლმე, რომ გვაქვს მიზნები, გვაქვს გეგმები, მაგრამ აი მეზარება, ვერას, უძალა არა მაქვს. ნაწილობრივ, როგორც თქვით, ეს უძლურების მუდმივი განცდა არის პირველი ჩაკრის პრობლემა ასევე და მასზეც გვაქვს სამუშაო, მაგრამ თუ საუბარი ეხება თვითორგანიზებას და თუ ამ არაორგანიზებულობას სისტემური ხასიათი აქვს ჩვენ ცხოვრებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ მესამე ჩაკრეზეც გვაქვს სამუშაო, ანუ ისიც არის მოსაყვანი ნორმაში. შესაბამისად, ყველაფერი რაც უკავშირდება ძალაუფლებას, ადამიანების მართვას, მაღალ სოციალურ პოზიციებს, ყველაფერი რაც უკავშირდება ბიზნესში წარმატებას, პოლიტიკაში წარმატებას, ხო? ყველაფერი რაც დაკავშირებულია ერთი ადამიანის მიერ სხვა ადამიანის მართვასთან, ყველაფერი ეს უკავშირდება ჩვენს მესამე ჩაკრას. ფინანსების კუთხით თუ შევხედავთ, ფინანსური წარმატების კუთხით, ხო? პირველი ჩაკრა, როდესაც კარგად მუშაობს, ამ შემთხვევაში გვაქვს აარსებო მინიმუმი, ამასთან არანაირი პრობლემა არ გვექნება. მეორე ჩაკრა თუ მუშაობს განსაკუთრებით კარგად, ამ შემთხვევაში არა მარტო საარსებო მინიმუმი, მაგრამ კომფორტის შექმნაც შეგვიძლია, საამისო ფინანსებიც გვაქვს და მხოლოდ როდესაც მესამე ჩაკრა მუშაობს კარგად, ეს, ასე ვთქვათ, ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობას ასევე ეძლევა ბიზნესის წარმატების სახე, ან ასე ვთქვათ, ფული უჩნდება ადამიანს, იმიტომ რომ იკავებს რაღაცა მაღალ სოციალურ პოზიციას. აი, ასე ვთქვათ, მესამე ჩაკრა ერთ შეხედვით მარტივია, ხო, ეს არის დავიმახსოვროთ, ჩვენი ნებისყოფა, მიზანდასახულობა, დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა, ვთქვათ, სხვა ადამიანების მართვა, უფროსობა, ლიდერობა და ყველაფერი ის, რაც აი ამ ფუნქციებს უკავშირდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც მესამე ჩაკრა მუშაობს კარგად, მანიპურა ჩაკრა, ხო? ადამიანს აქვს უნარი შეასრულოს თავისი სიტყვა, როდესაც რაღაცას ამბობს, ამის გაკეთების ენერგიაც აქვს. და აქ საპირისპიროთაც მუშაობს ეს მომენტი. ყოველთვის, როდესაც ვდებთ რაღაცა პირობა საკუთარ თავთან, მაგალითად, ხო? და მე ამას არ ვასრულებთ, ყველაფერი ეს ასუსტებს ჩვენი მესამე ჩაკრის, მანიპურა ჩაკრის, ნებისყოფის, ნებელობის ძალის ჩაკრის ნორმალურ მუშაობას. ასევე, საიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენი მანიპურა ჩაკრა, მესამე ჩაკრა ვერ მუშაობს სათანადოდ კარგად, შეიძლება ვთქვათ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს პრობლემები კუჭთან, ღვიძლთან, ნაღლის ბუშტთან, კუჭქვეშა ჯირკვალთან და ელენთასთან. ხო, აი ყველაფერი რაც მოთავსებულია, ასე ვთქვათ, მუცლის ზედა ნაწილში, აი ამ არეალში. ეს იყო და ეს პრინციპში თუ გვაქვს რაიმე შეკითხვა, გვაქვს ზუსტად 6 წუთი იმისთვის, რომ გიპასუხოთ ამ თემაზე. თუ შეკითხვები არ გაქვთ, თუ შეიძლება ერთთანათამდე მომწერეთ, რამდენად სასარგებლო იყო ეს თქვენთვის ეს ინფორმაცია მესამე ჩაკრის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მისი გამოჯანსაღება და მისი მუშაობა ხდება ანალოგიურად, როგორც პირველისა და მეორის. და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ უკვე, თუ არ იცით როგორ ჩასკროლეთ ამ პეიჯზე ნახეთ, უყურეთ ჩემ ლაივს პირველ ჩაკრაზეც და მეორე ჩაკრაზეც. იქაც ძალიან საინტერესო ინფორმაციას ამოიღებთ ამის შესახებ და ასევე მესამე ჩაკრით სრულდება, ასე ვთქვათ, იმ ჩაკრების ერთობლიობა, რომლებიც
განაპირობებს ჩვენს აქტივობას მატერიალური და სოციალური კუთხით. ხო? იმიტომ რომ შემდეგ იწყება ემოციური მომენტები, სულიერი მომენტები, იდეური, საინფორმაციო და ასე შემდეგ, მაგრამ მანდამდე მივალთ დელდელა ყველა ჩაკრას განვიხილავთ სათითაოდ. ასე და ამგვარად თუ გაქვს რაიმე შეკითხვა, მომწერეთ, თუ გაქვს კიდევ 5 წუთი. თუ შეკითხვები არ გვაქვს, უბრალოდ მომწერეთ, რამდენად სასარგებლო იყო თქვენთვის ეს ინფორმაცია ერთიანთამდე და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ლაივს ხვალანზე, ალბათ, რომელშიც იქნება საუბარი მეოთხე ჩაკრაზე, ან გულის ჩაკრაზე, რომლის ნორმალურ ფუნქციონირებასაც ამ ეტაპზე თუ გავითვალისწინებთ იმ გლობალურ პროცესებს, ენერგეტიკულ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს სამყაროში, აი გულის ჩაკრას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. როგორი ამას მოგახსენებთ შემდეგ ლაივში. კეთილი, ესე იგი, როგორც ხვდები, შეკითხვები არ გვაქვს, ყველაფერი გასაგებია, ეს ინფორმაციაც სასარგებლოა, მაშინ მომავალ შეხვედრამდე თუ მე გზადაგზა გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა, შეგიძლიათ კომენტარებში მკითხოთ და გიპასუხებთ. კეთილი. აბა გისურვებთ სასიამოვნო მუშაობა საკუთარ თავზე და მომავალ შეხვედრამდე.